დღეს ნინოობაა ქართველთა განმანათლებლის წმინდა ქალწული ნინოს მიცვალების დღე. როდესაც მე-4 საუკუნეში მოციქულთა სწორმა ანდრია პირველწოდებულის ნაქადაგების სარწმუნოება კვლავ იქადაგა, გააქრისტიანა მეფე და ერი. სიცოცხლის ბოლო წლები კახეთში, დაბა ბოდენში გაატარა და იქვე მიიცვალა. წმინდანის საფლავი დღემდე შემორჩენილია ბოდბეში. აქვე დაარსებულია მისი სახელობის მონასტერი. 27 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მთავარ ტაძარში. მსახურების დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა ერი და მოინახულა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ტაძარი. მშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოციქულთა სწორი ქალწულის ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს. ქართველთა ქრისტიანობის სიმბოლო და ერის სულიერის საგანძური, რომლითაც წმინდა ნინო საქართველოში შემობრძანდა და ქართველი ერი გააქრისტიანა, თავის სამყოფელს წელიწადში მხოლოდ ორჯერ ტოვებს. 1 ივნისს მოციქულთა სწორი ქალწულის საქართველოში შემობრძანების დღეს და 27 იანვარს მისი მიცვალების დღეს. წმინდა ნინოს ჯვარი შუა ტაძარში გუშინ ცისკრის ლოცვისას გამოაბრძანეს. სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა. წმინდა ნინოს ჯვარზე მთხვევა მორწმუნეებს დღეს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ. მორწმუნე მრევლს და ყველა ადამიანს საშუალება ეძლევა, რომ ემთხვიოს და მოილოცოს ეს უდიდესი სიწმინდე. ვიცით, რომ წმინდა ნინოს ჯვარი მე-4 საუკუნეში წმინდა ნინოს მიერ იქნა შემობრძანებული საქართველოში დედა ღვთისმშობლის გამოცხადების შედეგად, რომელმაც წმინდა ნინო მოამზადა მოციქულობრივი ღვაწლისათვის. ღმერთმა მრავალს დაასწროს ქართველი ამ დიდებულ დღესასწაულს იცოცხლით. ძალიან დიდი დღეა, იმიტომ რომ ჩვენი მფარველია წმინდა ნინო, სრულიად საქართველო დაეფაროს წმინდა ნინოს, ყოველი ნინო გაეძლიერებინოს და მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები სიონის ტაძარში და ვემთხვიე, მომეცა იმის საშუალება, რომ პირდაპირ მემთხვია წმინდა ნინოს ჯვარისთვის. ეს არის მართლაც რომ უდიდესი ბედნიერებაა. სრულიად საქართველოს ულოცავ დღემდან დღეს. მრავალ ბედნიერ ნინოობას დაესწროს საქართველო გაერთიანებული, გაძლიერებული, გამთლიანებული ქრისტეში. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვემთხვიე წმინდა ნინოს ჯვარს. ყველა ნინოს ულოცავ ამ დღესასწაულს და სრულიად საქართველოს მფარველი ყოფილი